მშვიდობისა, მე ნანა ლეჟავა ვარ. ჩვენ უყურებთ კვირის რეპორტაჟს, რომელსაც სტუდია GNS-ი წარმოგიდგენს. სამხედრო ოპერაციების არაეფექტური მართვა. ეს სიტყვები ომის შემდეგ ხშირად ისმის. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული სამხედრო შენაერთები ბრძოლის დაწყებიდან ძალიან მალე დამარცხებულები აღმოჩნდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ აქ თავდაცვის სამინისტროში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. გასულკვირაში გაერთიანებული შტაბის უფროსი მთავარი მესაზღვრე გახდა. სარგლობაში სხვა ცვლილებებიც მოხდა. თუმცა მაღალ შენაერთებიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. რაც ისეთ არაეფექტური მართვა და როგორია მისი შედეგები ომში. ამის შესახებ ეს რეპორტაჟში ყოფილი ჯარისკაცი ყვება. ავიაციამ დაგუბრუნდა. შემდეგ იყო პანიკა. хаоси, რა ვიცი. ხალხი დაბნეული იყო, ყველა გარბოდა. ერთ-ერთი ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის ჯარისკაცი იმ წუთებს იხსენებს, როდესაც საკუთარ სამხედრო ნაწილთან ერთად საბრძოლო ტექნიკით ცხინვალის მისადგომებთან ფიჭვნარ შეიდგა. საწვავი გაუთავდათ და დახმარების მოლოდინში იყვნენ, როცა რუსულმა ავიაციამ დაბომბვა დაიწყო. ორი თვითმფრინავი მუშაობდა და გადმოიღეს თავიდან ერთხელ მომართლე და მე კიდევ იყო ერთხელ ორი გადმოიღეს. თქვენ სად იმალებოდით ამ დროს? რა ვიცი, ვინ სადაც შეძლებდა ყველგან ხე იყო თუ ბუჩქი იყო თუ რამე ორმო იყო, ყველა ცდილობდა რომ მოფარებული იყო. და არ მოყოლდა ცეცხლში. ფოცწუცი ვეძებდით. ერთმანეთს ხალხს ძირითადად ჯარისკაცებს. და ვინც ვნახეთ, ისინი ერთად წამოვიდით და დაჭრილები მანქანებით გავუშვით. აღმოჩნდა, რომ ყველა მეთაური დაჭრილი იყო. ამის შემდეგ მათ ბრძანება ერთი უბრალო მიზეზის გამო აღარ მეუღიათ. სარდლობასთან ყველანაირი კავშირი გაწყვეტა. ყველას თავისი მოადგილი აქვს, მაგრამ იქ ისეთი ქაოსი იყო და ისეთი პანიკა იყო, ვერავის ვერ იპოვეთი. ყველა იმას ცდილობდა, რომ საკუთარი თვე გადაერჩინა. მომავალი მითითები არავინ არაფერი არ იცოდა. მომავალში რა უნდა გვეკეთებინა, იმიტომ რომ კავშირი არ იყო და არავინ მითითებებს არ გვაძლევდა. კავშირი ნამდვილად ჯობდა, რომ ყოფილიყო და ცოდნობდა, რომ რა გაგვეკეთებინა. ეგ ჯობდა, მაგრამ არ იყო. კავშირი არავისთან არ ჰქონდა. მობილური ტელეფონები არ იჭირდა. რაციები თვითონ ტანკებში დგას და ის ტანკების სულ დაზიანებოდა. ამის შემდეგ ოფიცრები დამოუკიდებლად იღებენ უკან დახევის და გორში დაბრუნების გადაწყვეტილებას. საბრძოლო ტექნიკა თითქმის განადგურებულია, რაც დაუზიანებელი გადარჩა წამოიყვანეს და ბაღების გავლით გორამდე ჩამოაღწიეს. გამე ჯარისკაცებმა გორში ქარსაფარში გაათიეს. 11-ში კი თბილისისკენ უკან დახევის ბრძანება მიიღეს. ვინ ფეხით წამოვიდა, ვინ გამლელმა მანქანებმა წამოიყვანა. თბილისში ჩამოსულებს უბრძანეს ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე შეკრებილიყვნენ, თუმცა იქ მისულებსაც მითითება, როგორ უნდა ემოქმედათ შემდეგში ვერავინ მისცა. მის მერე იქ რომ მივედით, ბატალიონი პრაქტიკულად დაიშალა. იმიტომ რომ როცა ვკითხულობდით რა უნდა გავეკეთებინა და რაღაცა პასუხი არ იყო. ვისგან დაეცეს პასუხი და ვისგან არ იყო პასუხი? ბატალიონის მოვალეობის შემსრულებელი, მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. ის იმას იძახდა იგივე რაც ჩვენ არ ვიცი. გადის ერთი წვედა ბატალიონის ჯარისკაცებს ჯარიდან უმიზეზოდ ითხოვენ. ნაომარი ოფიცრები კი დეზერტირობისთვის სასჯელს ელოდებიან. ჯერ თავიდან დაგვაბრუნდეს და მერე დაახლოებით ერთი თვის წინ გაგვანთავისუფლეს ისე. მაგრამ არანაირი მიზეზი არ დაუსახელებიათ, რის გამო განთავისუფლებენ. ასეთ ისტორიებს ომის შემდეგ ჯარისკაცები პირად საუბრებში მრავლად ყვებიან. ხმამაღალ განცხადებებს კი ყველა ერიდება. სწორედ ამ მიზეზით ჩვენ არც ბრიგადას და არც ბატალიონს არ ვასახელებთ. რიგითი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ მაღალჩინოსან სამხედროთა ბედია. ომის შემდეგ ბევრი დააწინაურეს ამ პოსტის შეუცვალეს. ყველა ასეთი საკადრო ცვლილების შესახებ განცხადებას ომის შემდეგ თავად სავარსარდალი აკეთებს. ამომა გვაჩვენა ჩვენი ქვეყნის და არმიის ძლიერი მხარეები.
გარკვეულ კომპონენტებს, როგორც მოგესმენთ, მაგალითად артиლერიის პირადი შემოქმედებების, აღჭურვის, მომზადება, მორალი, ჩვენ აღმოჩნდით ძალიან დიდ სიმაღლეს артиლერიამ მასაც საოცრად კარგად იმუშავა. და აშკარა უპირატესობა ჰქონდა მოწინააღმდეგესთან. ავიაციაში ჩვენ ტექნიკურად ბევრად ჩამოშორებულთ, მათ რა თქმა უნდა, ამ ომის გამოცდილების შედეგად გარკვეული ორგანიზაციული დასკვნები თქვენთან ერთად გამოვიტანეთ. კერძოდ ჩვენ ვახდენთ სარდლობის გადახალისებას და ამ დღეების გამოცდილებით დავაწინაურეთ, ასე ვაწინაურეთ იმ სამხედროებს, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი პროფესიონალიზმით, ორგანიზების ხარისხით, გამბედაობით და სამხედრო საქმის ცოდნით. ბატონო პრეზიდენტო, შენ გიძახი რომ 80,000 კაცი შემოვიდა. ეხლა მითხარი ჩვენი განკარგულება, მოწინააღმდეგე, აგრესორი მოდის 80,000 კაცი. ჩვენ რანაბიჯი გადავდგეთ. ჩვენ გამოვაცხადეთ ან 8-ში, ან 9-ში, ან 10-ში ევაკუაცია მშვიდობიანი მოსახლეობის. აი ხო იძახი 80,000 კაცი შემოვიდა. აი შენ ცოდვით დავსებ, შენი მოქალაქეები რა იმ სოფლებში რო ცხოვრობენ. 80,000 ბარბაროსი, ველური, ურდო შემოვიდა თორე ჩრდილოეთიდან. ჩვენ ვინმე გასწა ეზანება რომელიმე სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. რით უარესი თუ 80,000 კაცი შემოვიდა. აი სხვა სამხედრო ხელმძღვანელობის ძალება. 8-ში შემოვიდა 80,000 კაცი იძახი. 80,000 წამოვა თუ 180,000 მა უნდა გამოიაროს ერთი გზა, ხო? ერთი სასანგრე საინჟინრო წინაღობითი ნაგებობა მაინც გააკეთა ქართულმა ჯარმა. რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება იმისათვის, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეეფერხებინა. სამხედრო მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი მასშტაბის აგრესია მოულოდნელი იყო. სწორედ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და სარდლობასთან აქვს პრეტენზიები თავდაცვის ყოფილ მინისტრს. ეს ცხინვალის რუკაა, რომელზეც ქართული მხარის მიერ დაკავებული მცირე ტერიტორიები წითლადაა მოხაზული. გია ყარყარაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სამხედრო ოპერაციების არასწორი მართვა იყო. პირადად ჩემთან დასწრებით შეუშვეს ერთი ბრიგადა 9-ში დილით. რა იმისათვის, რომ არცევის ყუявი არცევის მიმართულებაზე ფრონტი გაეშალა. რა უნდა ამ დროს სახმელეთო შენაერთებს, როცა მიდის საარტილერიო და საავიაციო დამუშავება ტერიტორიაზე. რა დანიშნული, ან როგორ შეიძლება ბრიგადა, ბატალიონი იყოს შენაერთები ორგანიზაციის ასრულებდეს ოპერაცია. ამ პერიოდში ამიტომ ვიძახი, რომ 20-ული, 10-ული მაქსიმუმ შეიძლება. ჩემი პასუხი სრულიად გულახდილია ესეთი სახის აგრესიას. ნამდვილად ვერც ერთი ფაქტი ვერ წინასწარმეტყველებდა, მე მინდა გითხრათ. ის რაც სარდლობისთვის მოულოდნელი იყო, საკუთარ თავზე სამხედრო ნაწილებმა იწვნიეს. დაბომბვის შემდეგ, რომ ჯარი დაიბნა და მართვა დაკარგა, ამას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობაც ადასტურებს. ეს სოფელი მერეთია, სადაც ამ დროისთვის ბოლო ქართული საგუშაგო მდებარეობს. მერეთის შემდეგ ქართული სოფელი ქსუისია, მაგრამ ის სრულადაა გადამწვარი და არავინ ცხოვრობს. მერეთიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევარში კი უკვე ოსური სოფლებია. სოფლის მცხოვრებლებს დაბომბვაც და ამის შემდეგ ქართული ჯარის დაბნეულობაც კარგად ახსოვს. ჯარისკაცები ტერიტორიასაც არ იცნობდნენ და გზის გაგნებაში ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდა. იყო კიდევ ერთი პრობლემა. სოფლების ვიწრო გზებზე უამრავი სამხედრო მანქანა დაგროვდა. პრობლემაც უკან დასება ორგანიზებულად ვერ შეძლეს და ერთმანეთს აფერხებდნენ. მათი უმეტესობამ ტერმა გაანადგურა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო საჰაერო თავდასხმა. თვითონ სამხედროსაც ეწყობოდა, რომ არ მოელოდნენ ამას. ისეთ საშინელება იყო და ყველა თავდასხმება ფიქრობდა იმის. ის არის სადი იყო. არის სოფლის ტერიტორია? არა, ტერიტორია არის ისეთი, რომ შეეშინდათ გაიქცნენ, გაწყვეს, ჯარი და მე ეს რაღაცი ხან მოელოდნენ ხალხი სამუშაოდ იყო გასული და შეხვდებოდნენ, კითხულობდნენ სად ვართ. ეს საერთოდ იმდენი იყო ტრანსპორტი. როგორ გადიოდნენ და საერთაშორის ტრანსპორტი ბევრი დაზიანდა და დაიჭრა აფეთქდა. იმის გამო რომ ბევრი იყო და ვერ გადიოდა. იმის გამო რომ ბევრი იყო და ვერ გადიოდა ერთი და აი თავზარდაცემულებამ მაუბრუნა ხალხს თავი. მე ასავლე გზა ტანკები რო გამორბოდნენ, აი ეს გორიზა და აი კიცადის მეთქი მე უცხარი, პირდაპირ მარჯვნივ. უყურებდი აი ხედა რა, ბირგაზე ვიდექი. იკარგება მართვა სამხედრო შენაერთებში. მეთაური სადღაც რომელიმე სანგარშია, მიწათხრილშია, ჯარისკაცი მეორე მიწათხრილშია,
შეიძლება 50 მეტრში არიან ერთმანეთში, მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ, არაფერი არ ჩანს, როცა იბომბება. რასაც ჩიან, ვის ჩიან, ვერ გებულობ უბრალოდ. ეს არის იდიოტობა, ეს სასჯელების ფორმა. ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე ომის დაწყებიდან კონფლიქტის ზონაში მუშაობდა და ინფორმაციებს რადიო თავისუფლებას აწვდიდა. ამბობს, რომ საქართველოს ომი დაუმალეს და რაც იცის მხოლოდ მეგობარი ოფიცრების მონაყოლიდან. ავტომატურად